ჩემთვისაც ბევრჯერ მოუყოლია, როგორ თხოვა ხაშვეთის მედავითნეს. დედა სიდონია, რომელიც შემდეგ დიცქემაში აღიკვეცა, რომელსაც ასევე ძალიან კარგად ვიცნობდი, 1 კილა ნავთი, რომელიც სულ იყო ტაძარში, იმიტომ რომ ნავთით იწმინდება ეს შანდლები და როგორ შეასხა ეს ნავთი. ისე რომ არც დაუნახავს არავის, ისე ბევრი ხალხი იყო ამ დემონსტრაციაზე, ამ მთავრობის სასახლის წინ და შეასხა ეს ნავთი ლენინის პორტრეტს და წაუკიდა ცეცხლი და მე რო ყვებოდა რომ როგორ იწოდაო, იცით, თუ აი ნათურებიო, ბუх, სულ ესე იძახოდაო, აი ესე დღემდე აი ბოლომდე ქონდა შერჩენილი საოცარი სიხალის. აი ესეთი იყო მამა გაბრიელი, აი ესე დაუპირისპირდა აი ამ ძალადობრივ სისტემას. და ფაქტიურად სისტემამ ისევ კეთილი ადამიანების წყალობით, რა თქმა უნდა, მაგრამ სისტემამ ვერაფერი დააკლო. ერთადერთი ის დააკლო, რომ უკვე აღარ იყო ის, აღარ ქონდა მას უფლება, რომ ჩვეულებრივი რიგითი წევრი ყოფილიყო ამ საზოგადოების, ან სამსახურშიეულო სადმე, ან თუნდაც ტაძარში ემსახურა. არამედ აი ესე დადიოდა და მათხოვობდა და მინდა გითხრათ, რომ ორი ადამიანი იყო, რომელმაც დაინახა მამა გაბრიელის სიდიადე და გამოიყვანა აი ამ მდგომარეობიდან, ეს იყო მეუფე დანიელი, ახალ ჭიათურის საჩხერის მიტროპოლიტი და ეს იყო ჩვენი პატრიარქი, რომელმაც მამა გაბრიელს დაუბრუნა ეს შეჩერებული ხარისხი, აიყვანა არქიმანდრიტის ხარისხში და რომელმაც ფაქტიურად შემდეგ კიდევ ერთხელ ძალიან დიდი წვლილი შეიტანა მის ცხოვრებაში, როდესაც მისი პირადი დაჟინებული მოთხოვნით მამა გაბრიელი შეირაცხა წმინდანად. თუმცა რომ დაგვიანებულიყო ეს შეირაცხვა მაინც შეირაცხებოდა, იმიტომ რომ ხალხი უკვე თვლიდა მას წმინდანად. რა გააკეთა მამა გაბრიელმა ისეთი, რომ აი დღეს შეიძლება ითქვას მთელ სოფლიოში ცემენ დღეს მამა გაბრიელს თაყვანს. აი ამ პირადი თავისი უხერხულობის, ამ პირადი კეთილმოუწყებლობის, შიმშილის, აი ეს გადაიტანა ყველაფერი ამის ხარჯზე, მან მიიღო უდიდესი კადნიერება ღვთის წინაშე, რომ ადამიანებისთვის მოეტანა სიხარული. და სულ იმას ფიქრობდა მამა გაბრიელი, სულ მე რამდენიმე წელი მქონდა მასთან ურთიერთობა, სულ იმას ფიქრობდა, როგორ გაეხმხიარულებინა ადამიანი, როგორ გაეხარებინა ადამიანი და ამას ის ყოველთვის ახერხებოდა. და დღეს იმდენ ადამიანს ანიჭებს სიხარულს, რომ ეს რაოდენობა ვისთანაც მაშინ ქონდა კონტაქტი აი ჩემი ჩათვლით, ვინც დადიოდა მასთან, ეს არის აი ეს წვეთი ზღვაში, იმ დიდ ოკეანეში, რომელსაც დღეს მამა გაბრიელი ანიჭებს უდიდეს სიხარულს.